დილამშვიდობისა. ალერგია არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ. პირის ღრუ კი გახლავთ ჩვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კარიბჭე. დაგვირეკეთ ნომერზე 2409010. დღეს ჩვენ საუბრობთ თემაზე პირის ღრუ და ალერგია და ჩვენი სტუმარი გახლავთ სტომატოლოგი პროფესორი ქეთი გოგილაშვილი. დილამშვიდობისა ქალბატონო ქეთი. ჩვენი მაყურებელი და ყოველთვის თვალყურს ადევნებს ამა თუ იმ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, როგორ მსჯელობთ ექსპერტებთან ერთად და მათთვის უცხო არ არის საუბრები პირის ღრუსთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემაზე. ასევე არაერთხელ გვისაუბრია ალერგიასთან დაკავშირებით, მაგრამ თანამედროვე მედიცინამ დღის წესრიგში დააყენა სულ სხვა მიდგომა, როდესაც ექიმები საუბრობენ ერთად პირის ღრუზე და ალერგიაზე. რატომ გახდა ასე აქტუალური ეს პრობლემა და რატომ უნდა ვისაუბროთ დღეს ჩვენ სწორედ ამ კუთხით? პირველ რიგში მოგესალმებით, სიამოვნებით მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუდიაში მოწვევისთვის. ალბათ დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით მედიცინაში არის საყოველთაოდ აღიარებული პარადოქსი, რომ მიუხედავად მრავალი დაავადების კლინიკის და ეტიოპათოგენეზის საკითხებში მიღწეული მართლაც და უდიდესი წარმატებების მიუხედავად ამ დაავადებათა რიცხვი არამც თუ მცირდება, არამედ მკურნალობის შედეგი ძალიან ხშირად არასაიმედო არის ხოლმე და უფრო მეტიც საგანგაშო არის მათი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელები, ანუ ამ დაავადებათა გავრცელების სიხშირე და სწორედ ასეთ დაავადებებს მიეკუთვნება ალერგია, რომელსაც დღესდღეობით 21 საუკუნის დაავადებას უწოდებენ. და ის წარმოადგენს, როგორც უკვე თქვენ აღნიშნეთ, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას, რომელიც იმუნოლოგიური მექანიზმებით არის განპირობებული. ალერგიას იწვევს ეგზო და ენდო ალერგენები, ანუ ის ნივთიერებები, რომლებიც ანტიგენური თვისებებით ხასიათდება. და გარეგანი ან შინაგანი წარმომავლობა აქვს. შინაგანი, როდესაც საკუთარი ორგანიზმი, საკუთარი უჯრედი და ქსოვილი, როდესაც გარკვეულ პირობებში ანტიგენურ თვისებებს იძენს. და რაც შეეხება ეგზოალერგენებს, ის შეიძლება იყოს როგორც ინფექციური, მაგალითად ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, ასევე შეიძლება იყოს არაინფექციური, მაგალითად კვებითი, მაგალითად წამლისმიერი, ანუ მედიკამენტით მიღებული. მე დღეს ძალიან მინდა რომ ვისაუბრო წამლისმიერ ალერგიაზე, რამე თუ ჩვენც უკვე სტომატოლოგები და ჩვენი პაციენტები ძალიან ხშირად ხვდებით უკვე ალერგიულ დაავადებებს და გართულებებს სტომატოლოგიურ კაბინეტში. ქალბატონო ქეთი, მაყურებელი უკვე გველოდება ჩვენი საუბრის დაწყების მომენტიდან უპასუხოთ და დაუბრუნდებით საუბრის თემას. დილამშვიდობისა გისმენთ? ალო. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა გენერალ. გისმენთ ქალბატონო? პირის ღრუს შესახებ მინდა კითხვა დავსვა. კი ბატონო. სამი წლის წინ მე მარჯვენა ხარე გამიბუშდა თლიანად. გამივიდა ხან კიდე ისა და მე გამიბუშდა სულ დავყავდა ზნობა მე მომივიდა ისე ხო და დამრჩა ვიმკურნალე ნერვებათა ლოქთან ეს გაჟონვა იყო თავი დამრჩა ახლა ტუჩები ნახევარი მარჯვენა ხარე შიგნით პირის ღრუ ენა ნახევარი პირის ღრუ მარჯვენა ხარე მაქვს გაყლეფილივით, აი თითქოს ადუღებული თვალით აუსიერდა. კი ბატონო. უჩები მეწვის და ვის უნდა მიუმართო და კი ბატონო. დიდი მადლობა მაყურებლისთვის რომ განმარტოთ, როდესაც წარმოვიდგენთ ჩვენ სხეულს, ჩვენი ტვინი ორი ჰემისფერო სხვადასხვა ნახევარს არეგულირებს და სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ისეთი კლინიკა ჩამოყალიბდეს, რომელიც ქალბატონმა აღწერა. ეხლა რაც შეეხება იმ ტკივილებს და იმ პრობლემებს, რომელზედაც ქალბატონი გვესაუბრებდა. ტკივილებს პაციენტმა აღნიშნა, რომ მას აქვს დაბუჟება, მას აქვს სიმშრალე და ტუჩის ნახეთქები თუ და წვის შეგრძნება. წვის შეგრძნება, ანუ პირის ღრუის წვის სინდრომი, ეს არის ერთ-ერთი ძალიან დამახასიათებელი სინდრომი ზუსტად ნევროლოგიური სტატუსისთვის. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გადავხედავთ კლასიფიკაციებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებისაც, იზოლირებულად სტომატოლოგი მხოლოდ მკურნალოს ტრამულ დაზიანებებს, ანუ მექანიკურ, ქიმიურ და ფიზიკურ ტრავმებს. დანარჩენი ეს იქნება ნევროლოგიური დაავადებები, ეს იქნება ალერგოლოგიური დაავადებები, ეს იქნება ენდოკრინული, ნივთიერებათა ცვლისმოშა, კუჭყანწავის ტრაქტის დაავადებები. ჩვენ სტომატოლოგები მხოლოდ ზოგადი პროფილის სპეციალისტებთან ერთად მუშაობთ. ამ შემთხვევაში წამყვანი პაციენტისთვის გახავთ ნევროლოგიური სტატუსი და აი ეს ზუსტად არის პირის ღრუს წვის სინდრომი, ეს არის ზუსტად დამახასიათებელი ამისთვის. ამიტომ სანამ არ დარეგულირდება იმ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად ნევროლოგიური სტატუსი ნევროლოგის მიერ იქნება ნამკურნალები, აი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქ შვება
სამწუხაროდ პირისღრუს წვის სინდრომს. იმიტომ ეს არის სუფთად ნევროლოგიური სიმპტომი. ხოლო შეგვიძლია უბრალოდ დასარბილებელი ტუჩის ზეთოვანი პრეპარატები დაუნიშნოთ პაციენტს. საინტერესო არის ხოლმე ამ დროს შეიძლება ჩავატაროთ მიკრობიოლოგიური გამოკვლევა, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ წვის სინდრომი ხანდახან კანდიდას, ესე იგი სოკო კანდიდატი დაავადებულ პაციენტებს აღენიშნებოდით და აქედან გამომდინარე მაინც სასურველი არის სტომატოლოგთან კონსულტაცია, იმდენად რამდენადაც შესაძლებელია იყოს დამატებითი კვლევები ჩასატარებელი და რაღაც დავეხმაროთ, ასე ვთქვათ, ნევროლოგიურ პაციენტს. დიახ, უბრალოდ ზოგად ხელები იქნება მხოლოდ ზოგად პრობლემასთან ერთად, რომ ადგილობრივი რამ პრობლემა არ გამოგება. შეიძლება სწავლებები დაენიშნოს სპეციფიური, შეიძლება ვთქვათ რაღაცა კერატოპლასტიური საშუალებები და თუ იმ შემთხვევაში ვთქვათ თანხლების სოკოს დაავადებაც არის, ასე მშვენიერი სპეციფიური მკურნალობა. კიდევ ერთი კითხვა თუ შეიძლება. დილამშვიდობისა გისმენთ? ალო, დილამშვიდობისა. გესალმებით. კითხვა მაქვს ასეთი, ენა მაქვს ბუნებრივად დასერილით ის დიახ. ეს 10-15 წელია და წარაზე მჟავეზე საშინლად მეწვის, მაქვს გაღიზიანებული ხოლმე და რასთან ანდრიცი უნდა ვუმკურნალო. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ საგანგებოდ მიუძღვენით ერთ-ერთი გადაცემა ენას და ეს ისეთი თემაა, აღმოჩნდა რომ უამრავი ადამიანის ცხოვრების წესიც კი შეცვალა ერთი შეხედვით ერთმა ანატომიურმა ორგანომ, რომელიც მეორეს მხრივ ორგანიზმისათვის სარკეა და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმატორი. ძალიან სწორად აღნიშნეთ, ერთის მხრივ ეს არის ორგანო, მაგრამ მეორის მხრივ ეს არის ძალიან ცნობილი ფრაზა, რომ ენა არის ორგანიზმის სარკე და ენაზე ძალიან ხშირად არის ძალიან ბევრი დაავადების, ზოგადი დაავადების გამოხატულება. სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს მაგალითად რაღაცა ნადების სახით. იცით, აი ესეთ არის ხოლმე ცნობილი, რომ ნადები ენის რომელ მხარეს არის მოთავსებული და როგორი სისქით მოთავსებული, აი ამ შეიძლება მაგალითად წინასწარი დიაგნოსტიკა გააკეთო ამა თუ იმ დაავადების. ეს არის მაგალითად კუჭანსტავის ტრაქტის დაავადება, ეს არის თქვა ღვიძლის დაავადება, სისხლმადი ორგანოს დაავადება თუ სხვა. ახლა რაც შეეხება მაყურებლის შეკითხვას, ენა არსებობს ესეთი თანდაყოლილი პათოლოგიებიც. პათოლოგიური სტრუქტურა ესეთი არის ენის, რომელსაც არის აქვს დასერილი, შეიძლება ეს იყოს თქვა ნაუჭიანი ენა, ხშირად გეოგრაფიული ენა არის ხოლმე აბსოლუტურად სხვადასხვა ეს არის, ხშირად გეოგრაფიული ენას ნაუჭიანი ენას ეძახიან ხოლმე თვითონ პაციენტები. ასეთ შემთხვევაში ეს რომ წარეს, მლაშეს და აი ესეთ საკვებს საკვები იწვევს ამ გამწვევებას, ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ენის სტრუქტურა არის ესეთი, რომ ანუ ანატომიური თავისებურება, სტრუქტურული თავისებურება და სამწუხაროდ ადამიანს, რომელსაც ესეთი ნაუჭიანი ენა აქვს, ის რა თქმა უნდა მოერიდოს მლაშეს და მჟავე საკვების და ცხარე საკვების მიღებას. დიახ. კიდევ ერთი ზარი, ქალბატონო კეთი, დილამშვიდობისა გისმენთ. ალო, გამარჯობა, დილამშვიდობისა. იცით რა მაინტერესებს 8 წლის ბავშვს ჰქონდა სტომატიტი. მე ვიყვანე სტომატოლოგთან, იქ გაუკეთა რაღაც პროცედურა, მე დანიშნულება მოხდა, უმკურნალე გაუვარა. მაგრამ იმის შემდეგ 2 თვეში ერთხელ, ხან ღრძილზე, ხან ლოყაზე თეთრი ბუშტი გამოუახორ. მე უსმე ვიგივე დანიშნულებას უკეთებ, რაც მაშინ დამინიშნა. მაგრამ რამდენხან შეიძლება ვთქვათ, კიდე არ მივიყვანო ექიმთან გაუვლის თუ რა გავაკეთო? კი ბატონო, მადლობა შეკითხვისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში, როდესაც იყო მწვავე სურათი, ჩაიტარა მკურნალობა, შეიძლება თუ არა იგივე პრინციპით იხელმძღვანელოს შემდგომ ადამიანმა ყველა მორეციდივე მდგომარეობის დროს და ასე შემდეგ. აი ეს ძალიან ნიშანდობლივია ეს კითხვა. ეს არაუბრალოდ ამ პრობლემას ეხება, ალბათ გარკვეულ ქცევასაც და ჩვენს დამოკიდებულებასაც. 8 წლის ბავშვი. 8 წლის ბავშვი ეს არის ზუსტად ის პერიოდი, როდესაც პრეპუბერტული პერიოდი ქვია, როდესაც ჰორმონული ცვლილებებს აქვს ადგილი ორგანიზმში, რომელიც ერთ-ერთი ხელშემწყობი მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება იყოს იგივე ქრონიკული მორეციდივი აფთოზური სტომატიტის, რომელიც იგივე დღევანდელი ჩვენი თემა არის. შეიძლება სხვა სახის სტომატიტი გავითარდეს, მე ხარ ვიცი ზუსტად რომელ სტომატიტზეა საუბარი, მაგრამ მე აქვე ვისარგებლებ შემთხვევები და ქრონიკულ მორეციდივი აფთოზურ სტომატიტზე ვისაუბრებ, იმიტომ დაახლოებით იგივე კლინიკა აქვს. ეს არის პირისგოს ლორწოვანი გარსის
ანთებითი დაავადება და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ ეს დაავადება პირის ლორწოვანი გარსის დაავადებათა შორის ყველაზე ხშირად ვითარდება პირის ღრუში. ეს არის როგორც მაყურებელმა აღნიშნა, მცირე ზომის აფთები ვითარდება, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია და ალბათ ძალიან აწუხებს პაციენტს. ისეთი აფთა მტკივნეული არის საკვების მიღების დროს, შეიძლება იყოს მეტყველების დროს მტკივნეული და თუ ასეთი პაციენტების ანამნეზს შევკრებთ, ჩვენ შევამჩნევთ, რომ ხანგრძლივი, ეს არის 8 წლის ასაკი, მაგრამ აი უფრო მოზრდილ ასაკში პაციენტები ასეთი ტიპის ცვლილებებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსისას უკავშირებენ ხანგრძლივ მიმდინარეობას და ისინი იძახიან, რომ აი თავდაპირველად აი ამ თქვათ გავითარებას მორფოლოგიური ელემენტისას ადგილი ქონდა გაზაფხულსა და შემოდგომაზე, ანუ სეზონურობას საუბრობ და შემდეგ უკვე შეიძლება არასისტემური ხასიათი მიექცეს. ზუსტად აი ეს თქვა პაციენტმა, რომ უკვე ესე იგი ვერ დაუკავშირა რომელიღაც ეს სტომატიტი, რომელიც არის განვითარებული პაციენტის პირის ღრუში, შესაძლებელია იყოს ვირუსული, შეიძლება იყოს ბაქტერიული ბუნების, ძალიან ხშირად სტაფილოკოკი იწვევს ხოლმე. შეიძლება იყოს ალერგიული, ან საკვების გამო, შეიძლება იყოს რომელიღაც პრეპარატს იღებს და რომელიღაც მედიკამენტის გამო. და ასეთ შემთხვევაში რეციდივირებას ხელს უწყობს მაგალითად გაციება, იგივე ჰორმონული ცვლილება. შეიძლება მაგალითად ცხოველის ბეწვმა გამოიწვიოს ასეთი ტიპის რეციდივირება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ახლა რითი იმკურნალა პაციენტმა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში აუცილებელი არის პირის ღრუს სანაცია, შემდეგ იმ აფთების დამუშავება, ანუ თუ მტკივნეული არის და ალბათ მტკივნეულია, გაუტკივარება, შემდეგ ანთების საწინააღმდეგო და კერატოპლასტიური საშუალებების გამოყენება. იმედი მაქვს, და ის რომ ეს თქვათ ისევ შეიძლება გავითარდეს და დედა არის ამის გამო ძალიან შეშფოთებული, ეს იქნება ქრონიკული პროცესი, რომელსაც სამწუხაროდ რეციდივები ახასიათებს. მოდით კიდევ ერთ მაყურებელს უპასუხოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაყურებელი გველოდება და მე მინდა რომ მოვასწროთ, გავშალოთ თემა, ჩვენი საუბრის თემა. დილა მშვიდობისა, გისმენთ? გამარჯობა. მე კითხვა მაქვს ერთი, ბავშვი არის 4 წლის. დიახ. და სისტემატიურად არა, მაგრამ ნუ არის ხოლმე პერიოდები, როცა პირის ღრუდან აქვს უსიამოვნო სუნი და ექიმმა მითხრა, რომ შეიძლება ჭიების ბრალი იყოს და ანუ ხوار შეიძლება რომ სხვა რაღაც პათოლოგიური ბრალი იყოს, რომელიც ანუ კუჭნას ბლოკთან არის დაკავშირებული. კი ბატონო, დიდი მადლობა შეკითხვისთვის. ჩვენ ამ თემაზე საგანგებოდ მივუძღვენით ამას გადაცემა ჰალითოზე, ანუ უსიამოვნო სუნი პირი და ეს არის ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის ნამდვილად საჭირო საკითხი, მაგრამ მოდით 4 წლის ბავშვის შემთხვევაში მივცეთ სწორი მიმართულება მშობელს. როდესაც ბავშვი არის 4 წლის და მას საწუხებს პირიდან სუნი, ანუ როგორც ეპიზოდურად მედიცინაში მას ჰალიტოს ეძახიან. ძირითადად ის ჰალიტოზი შეიძლება გამოწვეული 4 წლის ასაკში იყოს სუფთა სტომატოლოგიური პრობლემებით და რა თქმა უნდა შესაძლებელი არის გამოწვეული იყოს თქვათ რაღაცა ზოგადი ფაქტორებითაც. პირის ღრუში უფრო შეიძლება იყოს კარიესული კბილები. შეიძლება იყოს მაგალითად პაროდონტის დაავადება, ანუ გრძილების ანთება. შეიძლება ლორწოვანი გარსის პათოლოგია იყოს. ფაქტიურად აი ამ ჰალიტოს იწვევს მიკროორგანიზმები და მათი ცხელმყოფელობის პროდუქტები, დაშლის პროდუქტები, რომელიც შემდეგ ნადების სახით თქვა ძალიან ხშირად კბილ. ასევე შეიძლება ჰიგიენური მაჩვენებელი, არასწორი ჰიგიენა და პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა. მე ხა ჩამოთვალე ის სტომატოლოგიური მოვლენები, რომელიც თქვა უშუალოდ შეიძლება ჰალიტოსთან, ანუ პირის ღრუდან ცუდი სუნის მიზეზი იყოს. ასევე შესაძლებელია ყელყურცხვირის პრობლემები აწუხებდეს პაციენტს, მაგალითად სინუსიტი, რინიტი, ტონზილიტებმა იცის ძალიან ისეთი დამახასიათებელი, სინუსიტმაც იცის სხვათა შორის, მეტყველების დროსაც კი, სუნთქვის დროსაც კი არის ხოლმე ხანდახან აი ესეთი დამახასიათებელი სპეციფიური სუნი. და რა თქმა უნდა, შესაძლებელია ის იყოს კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემები, ღვიძლის პრობლემები, მე ხა არ შევაშინებ. კი, არა, შესაძლოა. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივ, ლოკალურ სტომატოლოგიურ პრობლემებს ეხება, იმიტომ რომ ზოგადი დაავადებები აუცილებლად ასახავს პირის ღრუში, როგორც მე უკვე წეღან ვახსენე, იცვლება ნერწყვის შემადგენლობა, თქვათ, მისი რაოდენობრივი, თქვათ, მახასიათებლები იცვლება ლორწოვანი გარსის, თქვათ, სურათიც იცვლება და ყველაფერი ამას შემდეგ ასახავს პოებს, ან ნადების სახით, ან სხვადასხვა, თქვათ, გამოვლენების სახით პირის ღრუში.
ქალბატონო კეთი, მოდით ჩვენ გველოდება უკვე მაყურებელი, მე ბოდიშს მოვხდით, ცოტა ხანი დაგველოდეს, რამდენიმე სიტყვით აუცილებლად უნდა ვთქვათ იმის შესახებ, რომ თქვენ ბრძანეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ესა თუ ის პრობლემა, რომელიც ამჟამად აღმოვაჩინეთ პირის ღრუში და მოცემულ მომენტში დიაგნოსტირებულია, უკავშირდება სწორედ ალერგიულ ბუნებას, აქვს ალერგიული ბუნება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ადამიანის ორგანიზმში ერთი შეხედვით ანამნეზის გარეშე, თითქოს მოწმენდ ლფცაზე შეიძლება გქონდეს მწვავე რეაქცია სტომატოლოგიურ კაბინეტში, ანუ განვითარდეს მწვავე მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს ძალიან სერიოზულ მართვას ექიმის მხრიდან და ეს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს პაციენტის ჯანმრთელობისათვის და მეორეს მხრივ პრობლემები, რომლის შესახებაც ისედაც ვიცით, მაგრამ მოითხოვს დამატებით რაღაც ცოდნას და მართვას უშუალოდ კონკრეტული სამედიცინო პრობლემის გადასაჭრელად. მოდით ეს გავყოთ ერთმანეთისაგან და ავხსნათ მაყურებლისათვის, რატომ არის განსხვავებული ეს მდგომარეობა და რატომ მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას. სიამოვნებით. მე ვფიქრობ, რომ თქვენს მიერ დასმული კითხვა არის ეს უაღრესად საინტერესო და მე მგონი პასუხიც ალბათ აქტუალური უნდა იყოს, საინტერესო უნდა იყოს, იმდენად რამდენადაც ნამდვილად ეს არის ალერგია ყველაზე აქტუალური 21 საუკუნის და თითოეული სტომატოლოგი და თითოეული ჩვენი პაციენტი მე მინდა ვთქვა, რომ რისკის გრუპის ქვეშ არის. აქ ძირითადად უფრო ვისაუბრებ მედიკამენტურ ალერგიაზე, ანუ წამლისმიერ ალერგიაზე, რომელიც ალერგიული დაავადების ერთ-ერთ კლინიკურ გამოვლენას წარმოადგენს. წამლისმიერი ალერგია, ანუ მედიკამენტური ალერგია, ეს არის რომელიმე პრეპარატზე მეორადი ჰიპერმგრძნობელობის სპეციფიური იმუნური რეაქცია, რომელიც გამოიხატება ადგილობრივი ან ზოგადი კლინიკური გამოვლენებებით ხასიათდება. მე აქვე მინდა ხაზი გაუსვა ერთ გარემოებას, რომ მედიკამენტური ალერგია ყოველთვის ვითარდება ამა თუ იმ ალერგენის, ანუ იმ პრეპარატის მხოლოდ განმეორებითი შეყვანის შემდეგ. ჩვენ ძალიან ხშირად მოგვართავენ პაციენტები და გვეუბნებიან, ცით მე გავიკეთე რამოდენიმე დღის წინ, რამოდენიმე თვის წინ ეს ანესთეზიონი საშუალება და შეგიძლიათ თავისუფლად გამიკეთოთ. ან ხშირად ექიმებმაც არ იციან ხოლმე და იძლევათ თქვათ უკვირთ, როდესაც ალერგიული პაციენტს თქვათ რაღაც ესეთი არასასიამოვნო ალერგიული გამოვლენა ექნება სტომატოლოგიურ სავარძელში და ხშირად ექიმები იძახიან, რომ მე წინაზე გაუკეთე, ჩაუტარე საანესთეზიო საშუალებები გაუკეთე, მაგრამ არაფერი არ მოუვიდა და დღეს თქვათ ეს არის კითხვის ნიშანი, რომ რატო გამოვლინდა. მე ისე ვიმეორებ, რომ მედიკამენტური ალერგია ვითარდება პრეპარატის განმეორებითი შეყვანის დროს. შესაძლებელია იგივე საანესთეზიო საშუალება სტომატოლოგმა შეიყვანა რამოდენიმე დღით ადრე, მაგრამ პირველ ეტაპზე ხდება ორგანიზმის ასე ვთქვათ მომატებული მგრძნობელობა, აწეული მგრძნობელობა და როდესაც მეორე ვიზიტზე იგივე პრეპარატი, ანუ იგივე ალერგენი მოხდება ორგანიზმში, ხოდ ამის შემდეგ ხდება მანიფესტაცია, ანუ ალერგიული დაავადების გამოვლენა. ჩვენ ახლა ჩვენს და ჩვენი პაციენტების მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ ვართ. მე მინდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემები მოგიყვანოთ, როდესაც მედიკამენტური ალერგია დარეგისტრირდა მოსახლეობის 2%-ში და 17%-მდე იზრდება იმ პაციენტებში, ვინც ხანგრძლივი დროის განმავლობაში რაღაც კონკრეტულ პრეპარატებს იღებენ. ასევე, როდესაც ალერგოლოგიური ანამნეზი შეიკრიბა, აღმოჩნდა, რომ 30%-ზე მეტი სტომატოლოგიური პაციენტების წარმოადგენს რისკის ჯგუფს. ხედავთ, რა მხელა მაჩვენებელია. და სტომატოლოგიური პროფილის პაციენტთა მაჩვენებლების, ანუ მომატებას, აი ამ მაჩვენებლების ამ პროცენტის მომატებასაც ვარაუდობენ, ანუ კატასტროფა არის. ჩვენ შეგვყავს საანესთეზიო საშუალება, არა მხოლოდ საანესთეზიო, მაგრამ ზოგადი ქირურგიის დარგებისგან განსხვავებით, ჩვენი დარგი განსხვავდება იმით, რომ ძალიან ხშირად პაციენტს განმეორებითი ვიზიტი უწევს ხოლმე, ამიტომ ჩვენ კომფორტული ანესთეზია უნდა გავუკეთოთ, რომ ძალიან თავისუფლად მოგვართოს შემდეგ სტომატოლოგს. ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა საანესთეზიო საშუალებებს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც იმუნოლოგიური დასკვნები, ლაბორატორიული დასკვნები მოვდის და ყველა პრეპარატზე, რომელიც შეიძლება სტომატოლოგიურ კაბინეტში იყოს გამოყენებული, პაციენტი არის ალერგიული, ასეთ შემთხვევაში ინიექციური, ანუ ადგილობრივი გაუტყივარება არის უკუნაჩვენები და პირდაპირ ჩვენება ზოგადი გაუტყივარების, ანუ ნარკოზის. მაგრამ მე მინდა აგიხსნათ, რომ რატომ რა შემთხვევაში შეიძლება გავითარდეს სტომატოლოგიურ კაბინეტში საანესთეზიო ნივთები, რატომ იწვევს საანესთეზიო ნივთები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იცით რა, მე როდესაც გავეცანი თქვენს წიგნს, აქ ყველაფერი ძალიან დაწვრილებით არის აღწერილი ეს ექიმებისათვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვისმენს ძალიან დიდი ნაწილი აუდიტორიის არის არაპროფესიონალი, ანუ ისინი არ არიან ექიმები, ამათ არ აქვთ სპეციალური განათლება, თუმცა უნდა იცოდნენ ის, რადგანაც ახლა თქვენ საუბრობთ. ყველა
პაციენტი, რომელიც მიდის სტომატოლოგთან და საერთოდ ექიმი და ფიქრობ, რომ განათლება, მეტნაკლებად უნდა ერკვევდეს იმ პრობლემებში. და რა რისკის ქვეშ არის ის? მე გეტყვით რა რისკის ქვეშ არის. საანესთეზიო, თვითონ საანესთეზიო საშუალება, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, იმიტომ რომ ანესთეტიკს კარგი ეფექტი ქონდეს მოქმედების ამისათვის დამხმარე საშუალებები გამოიყენება საერთოდ ზოგადად და ასე დამხმარე საშუალებას მიეკუთვნება ეგრეთ წოდებული ვაზოკონსტრიქტორი, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარული და ყველაზე ვთქვათ ესეთი მნიშვნელოვანი ვაზოკონსტრიქტორი და ეფექტური ის გახლავთ ადრენალინი, რომელიც თირკმელზე და ჯირკვლის ჰორმონი, ტვინოვანი შრის ჰორმონს წარმოადგენს და ორფაზიანი მოქმედება ახასიათებს. ანუ ის იწვევს ჯერ სიძარღვთა შევიწროებას, შემდეგ გაფართოებას და საბოლოოდ უკვე სიზარხვი თავის ტონუსს უბრუნდება. ადრენალინის დამატებული, ანუ ეპინეფრინი დამატებული აქვს საანესთეზიო საშუალებას მხოლოდ იმიტომ, რომ გაუმჯობესოს, ანუ აი ის მდგომარეობა, რომელისათვის რომ პაციენტი იყოს კომფორტულად. სიზარხვთა სპაზმის გამო ნერვული ელემენტების ანემიას იწვევს და ამით თქვათ ხდება გრძნობელობის დაქვეითება და გაუტყივარება.